სალამი ძვირფასო გამომწერებო, ბასრი დისკუსიები მოგესალმებათ. სალამი ბატონო გიორგი. მიხეილ. არასკევის აღამო დადგა და დანებზე ლაპარაკის დროც მოსულა. დღეს შენ ხარ მომზადებული მიხეილ, მე როგორც ვიცი. კი ბატონო. წინაზე მე ვიყავი დაგუგლული. კი ბატონო. რაღაც კამზე იმასკენი. საყვედურ არ არის? არა, მაგრამ ბატონმა გიორგიმ, რა ქვია, დაგვადგა საშველი და აღარ გვაჭრიალებს. რანაირად მე მოდიოდი, აი ამით მოდიოდი მიშა. არც აუმიღია ჩანთიდან და ერთი უნდა ვნახო ის ძალით გატეხეს თუ არა. არ ვიცი. უნდა დამეზეთა სკამი. მე პროსტა რომ ხარ რომ მოგიყო რომ მოვედი და სკამი გატეხილიაო და მეთქი იცი მან მეთქი სკამი რომ გატეხილია მეთქი რომ მოვა აქ და დავარეკინე მაგითო თუ მეცეზე გავიგე სკამი გატეხილი. მაგას შევაბოცო ძალით არის გატეხილი თუ არა. შეამოწმე რა მე არ ყოფილი ვარ აქ кайხანია და. კაი. მაქსკამს რას მაქსკამს გადატანილი აქვს. კაი, ნახოთ. მე ნუ მეუნებ ჩემი სკამები გაქვს დამტროებული, რა ქვია, იმიდან დაწყებული, იმაზე რომ შედგა, რა ქვია. ვიმე რეებს უყურებთ ხარ. არის. მეგობრებო, მოკლედ თან გავერთეთ თქვენი შიდა იმით, რა ქვია, ბიტავოი როგორ არის, აყოფა ცხოვრებო იმით, პრობლემებით და აქვე მოკითხვა მინდა შემოუთვალო იმ ხალხს, რომლებმაც რაღაცა სინდის ნამუზე ხელი აიღეს და ცოტა გავილანძღეთ. ცოტა ხო რაღაცა, რავი, ეხა მინდა რომ პატარა ის გავაკეთო რემარკა. ანუ რო იყოს ადამიანი, ვისაც შეიძლება არ იცნობდე, არ იცი ვინ არის, შეიძლება იფიქრო რომ აი რა გიჭია ვიღაცაა და ზოგადად როდესაც ამ საქმეს ეწევი, არ არის რა გამორიცხული, ყველას არ მოეწონები, მაგრამ ისეთი ადამიანისგან, რომელსაც თავისი ცხოვრების განმავლობაში, საჯარო ცხოვრებაში აქვს, ასე ვთქვათ, ბევრი წლები გატარებული, რა გამიკვირდა რა ეხა და არ უპასუხებ არაფერს ესე და ავი რა ცოტა ზდილობასთან იმეგობრე ჩემო კარგო, აი მაგას გეტყვი, მეც არაფერს რა და მე ჩათვლამდე გავიგე ეს ყველაფერი ვნახავ მე იმ კომენტარს. ხო, ნუ რაღაცა სისულელი არის, გამოიწვია ისე იმ ვიდეომ ზოგადად აჟიოტაჟი, ხო იცი? ერთი წავიკითხე რომ რაღაცა ვიქტორინოქსის ფოლადზე. მე სიმართლე გითხრა გადავხედე ყველგან. Blade HQ-ზე Knife Center-ზე მეთქი სადმე ხო არ წერენ ამ ფოლადს რა არის. არა, არსად არ წერია. ყველგან წერია stainless steel. არსად არ წერია, ანუ მე გეტყვი, რამოდენიმე იმას მე გეტყვი, თვითნებურად რო დაწერეს, რამოდენიმე რუსულ საიტს აქვს, Sandvik 12C27N. მიწერილი და ამას მე იმით ადასტურებენ, რომ ვიქტორინოქს სადღაც, როდესღაც შესყიდვა გაუკეთებია შვედური ფოლადის რა. და შესყიდვის გასაგებია ხო, შვედეთში ყიდულობენ, იმას კი არ ვიცი, რომ არ ყიდულობენ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მოკლედ. და კიდე მაგაზეც დავამთავრეთ. ანუ ერთი ვიდეოში მე ხაზგასმით ვიძახი, რომ აბსოლუტურად არ მაქვს ბრენდთან არანაირი პრეტენზია, ბრენდია, რომელსაც დანების სამყაროში უდიდესი საქმე აქვს გაკეთებული. და მეორე უკვე ჩვენი მხრიდან ვიტყვი, ამ შემთხვევაში მედანის სახელით ვიტყვი, რომ ანუ არ არსებობს ბრენდი, რომელსაც სურვილი რო გქონდეს, ვერ შემოვიტანთ. როგორ ვერ შემოვიტანთ, მაგრამ ძალიან გულისხმობით ვარჩევთ ბრენდებს, რომ რაღაცა ჩვენ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდნენ და ისე შემოგვაქვს. ამიტომ რომ მინდოდეს პირობითად ოპინელი, არ არის პრობლემა რა. ისიც იქნებოდა, ვიქტორინოქსიც იქნებოდა, სხვაც იქნებოდა. ნუ არ მინდა ესე იგი და ოღონდ კიდევ ერთხელ ვიძახი, იმას არნიშნავს, რომ ვაკნინე. კონკრეტულ ერთ მოდელზე იყო ლაპარაკი და იგივენაირად ჩვენი ნებისმიერი ბრენდიდან ავიღებ ერთ მოდელს, რომელიც არ მევასება. მაგაზე ვფიქრობდი მე კიდევ ვინაკეთებს მეთქი და Spider-Co-ს Endura შემხვედრია ხოლმე გახსოვს ეგეთი დაშვებებით რო არის და ეს აღარ ჩამომაქვს. არ არის ეგეთი დაშვებებით, ვერ დაგესახმო. გავსი სხვა არის და ეგეთი სხვა არის, ანუ იმას ნახევარი მაინც აქვს. ნახევარი არის, კი. და სკელი არის. მოკლედ. კი ბატონო, ეს ანუ რაღაცა მოკლედ ისე ვიგივი აზრზე ვართ, დანარჩენი მე მაგეგენდურა ზუსტად. გამხსნელით და შვენივრად მუშაობს ისთანა. კაი. რა ხდება მიშაკა? მოკლედ, კაიზერ ზოგადად სულ ყოველთვის არის ხოლმე რომ ჩამოგდის დანები. რაღაცა არ ვაქცევთ მე და გიორგი დიდ ყურადღებას იმას, რომ ერთიანად გადავალაგოთ და ვისაუბროთ და ნუ გადავწყვიტეთ, რომ ნელ-ნელა ეს წესი შემოვიღოთ, რომ როდესაც წლის აი დასაწყისი განსაკუთრებით რაღაცა აგერ კატალოგიც არის ბატონმა კაიზერმა გამოგვიგზავნა და წლის საწყისი ახალი მოდელების 80% ჩამოვიტანეთ. ის 20% რაც არ ჩამოვიტანეთ, 15 არის რაც არ მოგწონს, 5 არის რაც გიორგის არ მოწონს.
მე თანახმოვარ მიხელი, მსგავსი საშუალება მე არ მექნება რომ ამ დანებს ესე კარგად გავეცნო. კი ბატონო, კი ბატონო. შესაბამისად შენთან ერთად აი ამ მოდელებს გადავხო და ყველაფერს და აზრსაც ვიტყვით და კაიზერის სიახლეები არის. ანუ აქ ის დანები არის, რომლებიც არის ჩვენთვის სიახლე, თორე ზოგადად სხვა კაიზერებით ჩამოვიდა ბევრი, მაგრამ ისინი ასე თუ ისე ნაცნობია და მოკლედ დავიწყოთ დავიწყოთ მიშა. ჯერ კაიზერის მიმართ ჩვენი დამოკიდებულებით დავიწყოთ. დამოვიწყდა სიგელი უნდა მომეტანა, ესე დიდი სიგელი გამოგვიგზავნეს რომ ექსკლუზიური წარმომადგენლები. აი, რაზე ფიქრობთ ახლა რა? გამაგრებ შენ. ფიქრობდი, მაგრამ დამოვიწყდა. არა, მოკლედ. ზადო ისინი ხომ მოვიტანე მე სხვა ვიდეოსთვის ვიყავი მომზადებული. ჩავწეროთ ეგ ვიდეოს, მეც ვარ მზად. აი რა. მე ჩავწერე. აი რამდენი მაქვს ნაწერი მაგ ვიდეოზე. კაი. ხო და დავიწყოთ. მოკლედ კაიზერი არის ბრენდი, რომლის მიმართაც ყოველწლიურად მეზრდება, სიყვარული რა, ესე ვიტყოდი რა, იმიტომ რომ ესეთი დინამიურად განვითარებადი ბრენდი, იშვიათობა. კი ბატონო. დავიწყეთ. აჰა. პირველი ესტევს და ალბათ თემატურიც არის პირველი. კი ბატონო, მოდი. მოდელების დასახელებისგან თავი შევიკავებ, ამ შემთხვევაში ეს არის სინოლერთის ის აქვე საკანცელარიო ვერსია, რომელიც არის განახლებული მოდიფიკაციით. აქამდე იყო აქსისის მაგვარ ჩამკეტზე და ეხლა არის button lock-ი. ოღონდ ეს button lock-ი არის ესეთი მყარი button lock-ი არის. აი, როგორ თქვა რა, აი ასე რბილი არ არის რა, აი ისეთი რაღაც მასიური არის, მაგარი მექანიკით. დროპბიარდების მქონდა ხო ესეთი სამუშაო პირებით რო იცვლებოდა? ხო, კი ბატონო. კი ბატონო. და ეს პირველად ჩამოგვიდა. ეს პირველად არის. ისინი იყო როგორც მახსოვს რაღაცა სახრახნის ეჭირდებოდა. ისეთიც იყო, ესეთიც, ორივე იყო. ნუ მოკლედ ისეთებს მე არ მიყვარს ხოლმე, აი ეს პირველი მომწონს ძალიან რომ ხელსაც ყوارჭიდება მიხელი და მარტივად რო აძრობ, კი ბატონო. ამას ჩააჭერ და ამოდის. კი ბატონო. ნუ ძალიან პრაქტიკული არის. და ფასი არის აქ მნიშვნელოვანი. ესეთ დაბალ ფასად აქამდე არ ყოფილა არც ერთი რეზაკი. 129 არის. 129 კარგი არის. 129 არად არ ყოფილა ნაღდაც. დანარჩენი არაფერზე დაზოგილი არ არის, ჩვეულებრივი სტანდარტული დანა არის, ყველანაირად უბრალოდ პირი არის ეგ და სიმართლე გითხრა მიხეილ, ნუ დღევანდელი გარემოებიდან გამომდინარე, მე ესეთი მოდელები ძალიან მიხარია ხოლმე. ყველაზე უსაფრთხოა მაინც სამესტარება რა. და ჯიბით რო ვატარებ რა და იმის განცდა არ მაქვს ხოლმე რომ დანა არ მაქვს ჯიბეში. კი ბატონო. და ალბათ ესეც დაიმკვიდრებს ადგილს. ნუ რეზაკებზე ერთხელ მაქვს დასკვნა აღებული, არც ვფიქრობ ესეთები მივიტანო თუ არა კიდევ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნუ მეთამამად დამაქვს ხოლმე. ძალიან მაგარი მოდელი, ფასი კარგი არის. კი ბატონო, კარგი არის და მოკლედ კიდევ ერთხელ რა, ანუ ტარი, ვისაც სინოლერთის სიკრის კონოვეის დიზაინი გახსოვთ, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი დიზაინი არის და დამატებული ამ დანებს აქვს აი ესეთი რაღაც. შეხედეთ, ანუ აი ეს აქვს და აი მეორე არის პინცეტი. პინცეტი. ხო, ნუ კაი, ახლა მიჭერს მეორე პინცეტი არის. მოკლედ, რავი, ძალიან მაგარი მოფიქრება არის. მაგას რაღაცა უნდა მოვიფიქროთ, კბილის საჩიშქნი რო არ იყოს თორე. მე ვერ წარმომიდგენია ამებით კბილის ჭიშქნა მიხე. ვიქტორინოქსებზეც იგივე აზრზე ვარ და ამაც. რატო ვერ წარმოგიდგენია? რავი, რანაირი კბილის საჩიშქნებია. რატო ვერ წარმოგიდგენია? არ ვიცი, რა ვიცი. კაი. მე ვიქტორინოქსით მართალია მე ხშირად მიწევს ხოლმე გამოცვლა, მაგრამ კაი. კი ბატონო, გადავდეთ და გავაგზავნოთ. სამსახად კაი მოდელი, მოკლედ ვისაც გინათ რომ რაღაც აქსესუარი გქონეთ ჯიბეზე, მაგისთვისაც ძალიან კარგად გამოდგება და როგორც ფუნქციური სხვა ფერებშიც არის კიდე. ფუნქციური ინსტრუმენტიც ძალიან კარგი არის. კაი. წამოვედი. ეს მაგონებს ბეილაუთს ახლა მე ჩავწერე, რატომ არ გეჩხუბო ეგ ვიდეო, პატარა ვიდეო, მანამ ჩავწერე ჯგუფისთვის და ზუსტად იგივე ვქვი. ამიტომ კარგია, როდესაც ორივეს ის გვაქვს, რა ქვია, ერთი და იგივე. ბაილაუთი კიდე თავის შინაარსით არის ბაგაუტის სტეროიდებზე, რა, დაკაჩავებული ბაგაუტი არის, რა. ხო, ანუ ბაილაუტისგან განსხვავებით, აი ეს აქვს ამას. ეგრეთ წოდებული სტრაპარეზი. და თან რაც კაი არის ლაინერ ლოქსი ესეც რა. ანუ ეგეთი რამე არ გქონდა ნანახი რომ ლაინერ. რაღაც ტაქტიკურში გადის, უკანაც ის აქვს ჩასატეხი. და ეს აქვს. იმენა ტაქტიკურია რა, როგორც რა ვიცი, აი სავალ აზოს რა. და აებელი ფოლადი. ეს მომწონს ძალიან რა, აებელზე რომ ამათ დაიწყეს კარგად აკეთებენო, რაც მე ტესტებში რაც ვნახე. სადაც აკეთებენ ძალიან რა, მოკლედ ამათ გადაგვირბინეს. გადაგვირბინეს. ხო. ხელი ცირა მინდა კითხო, შაიბებზე არ შეგხვედრი რა, ხო? ძირითადად მაინც აკისრებზე აკეთებს ხოლმე კაიზერი. კი. რაღაცნაირად სურვილი მაქვს ხოლმე, რომ რაღაცა შაიბებით შემხვდეს ხოლმე. ეხლა ამითი ბენჩმეინს რო შევადარე, ხო. რაღაცა გამიხარდებოდა, რომ ესეთ შაიბებზე ყოფილიყო რა, უფრო რაღაცა ისეთ სამუშაო ვირიდანის თავისუფლებას დამიტოვებდა. ხო, ნუ კი ბატონო, არის მაგაში, მაგრამ ნუ ალბათ
ალბათ ისეთი თემაა რა, რაღაცა განსაკუთრებული ის არ უნდა მოიწყო 185 ლარია რა. კაი. 185 ლარია და აებელი კიდე ბევრ საკითხში ბენჩმერკის ეს 30 თვის შეიძლება ჯობდეს კიდევაც. კაი, მიხეილ. რა ვიცი, მე ტაქტიკურების დიდი ფანი არა ვარ სიმართლე გითხრა. არც მე არა ვარ, მაგრამ ძალიან მაგარია რომ IDC-ის კომპანია ეგეთ რაღაცებს ამატებს რა. ერთადერთი ტანტოა მე მგონი რაც აქტევს. კაი. მე არ გადმოვიღეთ, ვერ იყო ტანტოები. არის, უბრალოდ ტანტოები არ გადმოვიღე. კაი, ნუ ტაქტიკურების მოყვარულებისათვის ფასი ამ მოდელს ფასი ადეკვატური, კაი, ტაქტიკური დანა. გადავედით. ეს ბეგლეითერია მიშა. ეს არის ბეგლეითერი, არაფრით განსხვავებული, უბრალოდ სიახლე ის არის რომ ბათანი. ბათანი არ ქონდა. კი ბატონო, ეს არის ბათანი რა, ანუ ბათან ლოქსი არის, ბეგლეითერი, ძალიან მომწონს. მე მგონი ყველაზე მეტ მოდელს აზო უკეთებს ხო დიზაინს რაღაც. კი, ერთმანეთად. კაიზერის შემთხვევაში და ცალსახად ტყუილად არა ძალიან კაი მოდელებს აკეთებს. ბეგლეითერი ერთადერთი არის რომ რაღაცა დიდი ხანი არის და შეიძლება ფორმა ძალიან მიეჩვია და სიახლეები უნდა თხოვენ, მაგრამ მაინც ისეთია რა. ხო, არა, ძალიან სტანდარტული რეზაკიც არის. კაიდანაა რა მოკლედ რა, მათი ძალიან კაიდანაა. და ამისი ფიქსები მიყვარს კიდევ ძალიან, არ ვიცი ახლა გვაქვს თუ არა ფიქსებსაც, ვისაც ფიქსი გინათ, კაი სამუშაოდანაც ფიქსებს მიაქციეთ ყურადღება. ბეგლეითერის ფიქსი ძალიან მაგარია, დევორ ფოლადებზე იყო, მე მგონი, არ ვიცი რა აკეთებენ. გადავდეთ მაგაზე ბევრი არაფერი სალაპარაკო ამ თუთას არ არის. აი შემდეგი დანა გადმოდი. შემდეგი. მე პატარა ვიდეოში ვისაუბრე ამ დანაზე და თვითონ ფაქტი ყოველთვის რაღაც მაეჭვებდა ხოლმე რომ კაიზერი დამასკზე არაფერს არ აკეთებდა რა. არ აკეთებდა იმიტომ რომ არ უნდათ დამასკის სხვისგან ყიდვა და თვითონ ნუ რაღაცა არ კონდათ რა მოკლედ. ეგ არ ვიცოდი მე. კი, ანუ და ახლა მაგალითად ვინაიფ ჯგუფის CV-ი რა, ანუ თვითონ აკეთებენ რა, აპკატკას ყველაფერს რა. თავისი დამასკი აქვს რა, ხო და ამათაც დაიწყეს როგორც ჩანს პატარა რაოდენობით დაიწყეს და გვეუბნებიან რომ 2026 წელს ძალიან ბევრი დამასკი ექნებაო რა. ხო და თვითონ Spitfire მოდელი ძალიან ისეთი კარგი ჯენტლმენური მოდელი არის. და, რა ვიცი, $100 ფარგლებში 279 ლარად ესეთი ლამაზი ჯენტლმენური დანა დამასკით და უჟანგავი დამასკით და ულამაზესი ძალიან ლამაზი დანაა რა. ერთადერთი თუ მაგათი დაწყებულია დამასკურები, აი ეს ნალესი ამათ რო არ ეხებოდეს, ცოტა ზემოთ იყოს ხოლმე, მაგას ძალიან მაგარი იქნება. ეხლაც ულამაზესი არის. ხო, მესმის რასაც ეძახი. კი. ეხლაც ულამაზესია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფასი რა გვაქვს 279 ლარი, კი ბატონო. მაგას გადავცემ მე რომ ნალესი გამოვასწორეთ თქო. არა, ნალესი არ არის საუბარი. ეს შიდა ფენა ოდნავ სკელი გჭირდება, ან პაკეტი ისე რომ ნალესი არ შეეხოს და აი ეს ისედაც ლამაზი დანა კიდევ უფრო ისეთი ლამაზი იქნებოდა. ნუ აქეთ ხარის კარგად აქვს დასმული. არ ვიცი, ეს მოდელი გქონდა სტანდარტული შესრულებით მიშა. კი. გვაქვს მიკარტის ტარზე. კაი. გადავდე. გადავდეთ. არის რა არის? კოკობოლო. კი. კაი, შვენიერი. კარგია. გადავდეთ, შემდეგი არის აბსოლუტურად სიახლე ჩემთვის, იმიტომ რომ რაღაცებს გავს დანებს Fox-ისგან ვიყავი მიჩვეული ძირითადად. სიგულ ქვია ამ დანას. ხო, კი ბატონო. რაღაცა წაუ Giant Mouse-ებს თქო. Fox-ი Giant Mouse-ი ამ შემთხვევაში Fox-საც კაი ისინი უკეთებენ დიზაინს, ვისაც Giant Mouse-ი გეთახმები. ანუ ამის მუღამი არის რომ გახსნის სამი მეთოდი, ესეთი ფლიპერი და ეს და ანუ სამხრივი. აი და მე უთხენაირადაც ვწდი. შენ უთხენაირადაც ვწადე? ანცადე. ძალიან მაგრად გაიხსნა მე უთხენაირადაც. ხო, კი ბატონო. ანუ ერთი ფლიპი, ერთი ფრონტი, ერთი ბექი. უაზრო ის აქვს რაღაცა დამუღამებული და წინიდან გვიტკაპუნებს. რა, მე მიყვარს ესე გახსნა. შენ ვერ ხსნი და მაგით. მე ვერ ხსნი, კი ბატონო. ძალიან მიყვარს ესე გახსნა. ძალიან საინტერესო დიზაინი არის და რაღაცნაირი დანაა რა, აი მომწონს, ոնց კითხვები რაღაც მაქვს რა ამ დანასთან. მე იმიტომ რომ არაფერში არ გამომიყენებია. ჯერჯერობით, მაგრამ მომწონს ძალიან. არნაირი კითხვა ის გამახსენა, ვარატასი გამახსენა გახსნის სიმრავლითი, ისიც ამბევნაირად იხსნებოდა. ესეც ძალიან ამბევნაირად იხსნება და ხელში ფიჯეტად ვისაც გიყურთ ხოლმე სათამაშოდ დანა, მოკლედ ჩვენერი მოდელი არის. ეს ვაფშე ახალი მოდელია. ვაფშე ახალი მოდელია, წლევანდელი მოდელი არის, 235 ლარი. სენდვიქსი არის. 154 cm-ს ისე ხშირად აღარ ხმარობენ 14 წელს. სენდვიქსია. არა, 154 cm-ზე პატარა ისქნეს, რა ქვია. პაუზა აქვს. და აებელზე და ნიტროვიზე უფრო არიან
გადასულები. კაი, ეს ძალიან მომეწონა მიშა, ესეც ძალიან მომწონს. დავიმახსოვროთ გიორგის რეკომენდაციები, კი ბატონო. მე პრაქტიკული კაცი ვარ ისე. კი ბატონო. აი შემდეგ რასაც აიღებ, მე ეგ მომწონს ძალიან. კაი, მიდი აბა. აი ეს არის ფოკა BD ქვია ამ დანას და აი ეს არ ვიცი ეს ბათანი ამათი შესრულებით ეხლა მსგავსი ბათანი იმასაც ქონდა რა ანუ კაიზერის ბათანი მომწონს საოცრად აი რაღაცა ძალიან მაგარი მექანიკა ხმები მომწონს ერგონომიკა მომწონს ჯიმპინგები მომწონს და აი რაღაცნაირად მიმზიდველიდანაა რა ჩემი ასე ვთქვათ, გემოვნებისთვის ძალიან მომწონს ეს დანა. დიზაინერი ყავს თუ? არა, კაიზერის დიზაინია. Homemade დიზაინი. ესენი სხვანაირი ბათანები. კი. ლაინერები შეგნით, გასაგებია. გავიგე. დიახ. არაფერი საწინააღმდეგო ამდანის 235 ლარი. ძალიან კაიდან არის. ალუმინის ტარები სიმართლე გითხრა ალუმინი ისეთ კაი ემოციებს არ იწვევს ხოლმე ზოგი დამუშავებითა და ეს რაღაცნაირად არ მიცურავს ეს სასიამოვნოა კი ბატონო კაი მოკლედ ორივეს კაი შეფასებული კი ბატონო არის გადავიდეთ შემდეგზე აჰა შემდეგი ესეც ახალი მოდელი Pokemon CC ანუ ABL-ზე ანუ აიბელი არის ტაფნესი როგორ არის თუ მოვიწყდება თქვი რა ტაფნესი სიმყარე არ ვიცი რაღაც გადმოსათარგმნო ხო რაღაც ალბათ ყველაზე ახლოს შეჯერობით ეგ არის ხო მოკლედ ძალიან ის სისალეა მეგობრებო როქველის რო თარგმნია ხოლმე ის არის სისალე ის სიმყარე არ არის სისალე საერთოდ სხვა რაღაცაა ანუ დარტყმა გამძლე რა ასე ვთქვათ რა და რო არ გატყდება და ტრალივალი ძალიან მსუბუქია. კაი, მე ამაზე ისევის განცდა მაქვს, რომ რაღაცნაირად შიგნით გამჭვირვალეები, ჭუჭყი და რაღაცა გროდება თქო, თუმცა გასალესად მომივიდა რამდენიმე და საერთოდ არ გამოიყურებოდა ცუდად. ნუ ერთი ეგ მაქვს. დანარჩენი პირველი ემოცია, ნუ ძალიან მაგარი აქვს, აი ეს ულტემი ძალიან მიყვარს ხოლმე. ეს სამსახურის ტელეფონი რეკავს და რამდენ მუშაობთ? ხო, მეგობრებო, 8 საათამდე მუშაობს ობიექტი. ხამე რო რეკავთ, რისთვის რეკავთ, მაგრად მაინტერესებს. კომენტარებში დაწერეთ, აბა რისთვის რეკავთ ხოლმე. რატომ მიშა რეკავი ხოლმე ხან გასალესი აქვს ვიღაცას და 12 საათზე დაურეკავს. აი ხო, დაჭირდა უცბად, კი ბატონო. გასალესი. კი ბატონო. მოკლედ მე ამ დანასთან გეტყვი რა, აი რაღაცები ვერ გავიგე, არ მომწონს ერთადერთი ეს რაღაცა ლურჯიფერი აღარ მომწონს. ლურჯი? სამწუხაროდ. კაი. თორე თვითონ პირის ფორმა მომწონს. აი აგრესიული ისიც აქვს. რაღაცა ჯენტლმენურიც აქვს, საინტერესო დანა არის და რაც ვთქვი, ძალიან მისაღებ ფასში რა 179 ლარი, ძალიან ისეთი ფასი. კაი, მოდი ესეთ რაღაცას ვიტყვი. ხშირად მეკითხებიან ხოლმე დღესაც რამდენიმე ადამიანი იყო მოსული დანებზე რომ მოდიან, ყველა მეკითხება რას ფიქრობ. თავარი არის თქვენ მოგწონეთ დანა. ახლა ეს ჩემ გემოვნებაში არ ჯდება, მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ ძალიან მომწონს. უქვევიდან აქვს ჯიმპინგი. რა, ჩვეულებრივ ჯიმპინგი ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემთვის, ანუ გავიგე რომ შენ არ მოგწონს ჩემს გემოვნებაში არ არის მაგრამ დანარჩენი მაგას არ აქვს მნიშვნელობა კიდე იმას რო იზახიან ხოლმე რომ აი ამდენი ღირს არ ღირს შენ თუ ღირს ეგ არის თავი ღირებულება მაგისი და ბევრი შემთხვევაა რომ აფასებენ მიშა რომ აი 500 ლარიანი დანა აქვს რა და მაგიტომ მოწონს რომ 500 ლარიანი დანა არის და მაგიტომ არ მოგწონებს დანა რომ 500 ლარი აქვს თავი რომ ის მოგწონდეს შეიძლება იაფი იყიდეს ძალიან და ის მოგწონდეს ძალიან და ძვირიან დანა კიდე საერთოდ არ მოგეწონოს. მოკლედ ნუ ალბათ ეგეც ხედვის თემა არის, მაგრამ ნუ ჩემი ხედვა ეგეთი არის. გემოვნების თემა არის, ეს ფლატ ჩემს გემოვნებაში ვიარჩევ. კი ბატონო, აბა შემდეგი არის ხოლმე მეორე ნახვით შეყვარებაც. ხო, რა თქმა უნდა. არა, ეს თანამედროვე არ შეგვიყვარდება, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ რამე აქვს ცუდი. არა, აი, ეგ დანა მომწონს უკვე. მიდი აბა. ეს დანა უკვე ძალიან მომწონს. ახლა ეს არის აეგისი, ანუ ის თუ იყო აეგისის ეს რაღაცა ტაქტიკალი, ეს არის ჯენტლმენური აეგისი, აქ უკვე აზოა დიზაინერი და ეტყობა, იმიტომ რომ აი რაღაცნაირად ძალიან მომწონს ეს დანა, აი ფერები ძალიან მომწონს, მექანიკა ძალიან მომწონს, ზომა ძალიან მომწონს. აი ეს არის ჩემს გემოვნებაში სრულად ზის ეს დანა. ეხლა რაღაცნაირად მეწყინა. მე მგონი ცოტა ისე
გაგვიფუჭდა განაგემონება ხო რო გათავხედდები ხო, არა, კი, რა თქმა უნდა. კაი დანები არის რომ რაღაცა ყველა ჯერზე ელოდები რაღაცა განსაკუთრებულ სწორედ ახლა ანამდანას რა აქვს დასაწყისი არაფერი არ აქვს დასაწყისი ნამდვილად არაფერი არ აქვს ამაზე ფიქრობდი ახლა რომ აი მშვენიერიდან არის ტარი მშვენიერი აქვს პირი მშვენიერი აქვს საკუთარ დანებს ვიწუნებთ და ახლა როგორ ვიქნებთ სხვაგან თუ რამე არ მოგვეწონა ახლა არ დავიწუნებთ ნახე წინ კაი ჯიმპინგი აქვს აი ძალიან კარგად რო კომფორტულად იმუშავა ესე ძალიან კომფორტული ყველაფერი ნუ აი ვინც კაიდანას იკითხავს თავმად შევთავაზებდი ახლა ამ დანას მაგრამ ნუ კოლექციაში ახლა არ დავდებდი გავიგეკას კოლექცია მაგრამ ვისაც კაიდანა უნდა სასაჩუქრე და მოყვარულისთვის რა ვიცი შესანიშნავი დანა არის კაი კლიპსა ორივე მხარეს მიშა ესენი რაღაცა მასიურად დაუმატებია აი ამას მასიურად პინცეტი და ის რა ქვია პინცეტი და ჩხირი შილა ანუ არ არის კბილის ჩხირი თავი ბოლო ბევრ სხვა რამეში ზაფირო გაატარო იმაში რა ქვია აი ნასვრიდიც აქვს ყული არ ექნება ეგ ნასვრიდიც აი ეგ რაღაცა ხო ზაფი უნდა გაატარო და აი რაღაცებისთვის გამოდგება სადგისია რა რეალურად რა ნაწილობრივ კაი, მშვენიერი მოდელი. მიშა ჯერ შუამდეც არ მისვლა. აი მე ამათ ველოდებოდი. მეც ველოდებოდი ორივე გადმოდი. კაი, ორივე გადმოდი. ის მეომეცი. ეს არ მახსოვს თავიდან ჩამიგდეს თუ არა ის განახე თავიდანვე რომ ეს რაღაცა მიკრობი გააკეთეს თქო თუ მიკრობი მე თავიდანვე ანუ სურათებზე დავინახე თუ არა მოკლედ თავიდანვე რაღაცნაირად გავდგები და გავხსნი იმ სიას მე რომ მოვწერე იქ მიკრობი ეწერა. იქ ეწერა? კი, მიკრობი ეწერა, ნამდვილად. ნუ თქვენ შეეძლებათ ხშირად არის ხოლმე გავსი დიალოგი. მე ეს მიკრობი იმიტომ არ ჩამიწერია რომ მომეწონა. ანუ ჩავწერე რაღაცა, ანუ ვიცი არ მომეწონა რომ დავინახე. просто სიახლეა და პატარა დანაა და ჩავწერე თორე რომ სანამ ხილში არ დავიჭირე. მანამ მე არანაირი ემოცია არ მქონდა და მე გავგიჟდი გადავიერი და დაჟე წინა ვიდეოში ჩავწერე რომ მეთქი რავი ვინმე მაჩუკეთ მეთქი კონკრეტულად აი კონკრეტულად ეს მომეწონა რა ძალიან მაგარი მიკარტაა ბიჭო აი გავგიჟდი ამ მიკარტაზე რა კაი მოდელი არის ნუ ჩემთვის თავარი პრიორიტეტი შეიძლება მაგანაც განაპირობა ეს გემოვნება რომ პატარა დანების ტარება რომ შეგვიძლია პატარა დანებისკენ მივდივარ ხოლმე და ეხლა ისევა რომ მაგ განამარტო მაგით უკვე მომწონს კიდევაც პატარა დანები და სხვანაირად უყურებ. ესეც ერთ-ერთი მათგანი არის და აუცილებლად მიშა ამასაც წავიღებ სამხარაულში და შევამოწმებინებ. ხო. ეს არის კარბონის ვერსია, ხო? სხვანა M390 ანუ 400 ლარიანი ვერსია. ეს არის 165 ლარიანი სტანდარტული ვერსია, სადაც არის ულამაზესი მიკარტა ან კიდე არის რა ქვია ალუმინის ტარზე ძალიან ლამაზი ტარები აქვს და სენდვიკი პირი რა. ძალიან მიყვარს მე ესეთი ფორმები, ამისი ფიქსიცა მოქვს მიშა მე და თავიდან რაღაცა ისე უყურებდი, რამდენიმე დამიწუნა კიდევაც რაღაცას აქ უნდა მედოს და იცოდე მიშა, შევახედო, აი აქ მედოს. მე მგონი კაიზერი იყო ესეც. კაიზერის ბეიბი, აი ეს ფორმები მე ძალიან მიყვარს რა, ძალიან კაი პრაქტიკული ფორმა არის, სამუშაოდ ყველანაირად და ესე და მაგის გამომდინარე, აი ესეც ხელში ძალიან მყარად გიჭირავს და სამუშაო დაფა, აი ესე ძალიან თამამად შეიძლება რომ ძირს სამუშაო. მოკლედ ჩინური ფოთლის ფორმა რა. მოკლედ ჯიბით სატარებელი, კარგი ფიჯეტი. ეს ის არის თან დამატებული აქვს მაგას ხოვლი რა, ანუ. ხო. გახსნის დამატებითი. მაგრამ მეორე M390 არის ის სამსტადით არის. მოკლედ სხვადასხვა ვერსიები არის. ხო, ამასაც აქვს, იაფიასაც აქვს, ხო. რომლის მიხედვით? საოცარიდან რა, ძალიან მაგარიდან. და ეს დასაღები არის სამხარაულში ცალსახად. ეგეთი მოდელები შესაძლებელი არის რომ მოკლედ ნენელა რაღაცა ისეთი ბაზა გქონდეს. კი ბატონო, რომ ანუ მოყვარებელები ძალიან ისე კითხულობენ რა. რომლებიც შეიძლება რომ ვატაროთან, არ შეიძლება რომ არ ვატაროთ. ესეც ძალიან მომწონს, რომ ძალიან კარგად არის დატოვებული ადგილი იმისთვის, რომ ეგ პარაკორდის ის რო ჩამოკიდო რა აი ამაზე რა. სიმართლე გითხრათ, სურათებზე ცოტა უფრო პატარას ველოდებოდი ამ მოდელს, რაღაც ეგეთი განსთამქონდა. ცოტათი დიდი აღმოჩნდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან კაი დანა გააკეთეს. ძალიან. პატარა დანებს მეტ ყურადღებას თუ მიაქცევენ, მადლობლები ვიქნებით. კი ბატონო, მიკრობი მოკლედ ესეც ჩემი ფიქსი, აღარ გამოდის მეგონა ეს მოდელი. ხო, აღარ გამოდის, კი ბატონო. მოდი ახლა ესე გქნათ, ეს ერთად ჩამოვწიოთ. საახალწლო თემატიკა. სამწუხაროდ, თლათ წინა საახალწლოთ. ვერ მოგვესწრო დღეს მომილოცეს რამდენიმე მის. ხო და ძველით ახალი წელი მომდის და მაგას ვიძახი და ძველ ეგეთ სახელითაც არ მომილოცეს. ახალ წელს გილოცავთ რა და. ხო, ნუ აღარ მინდა მაგ თემაზე ახლა ლაპარაკი. მოკლედ, თვითონ ყოველთვის კაიზერს აქვს ამერიკის ბაზრისთვის სხვადასხვა დღესასწაულების მიმართ აკეთებენ, ჰელოვინისთვის აკეთებენ, დამოუკიდებლობის დღისთვის აკეთებენ და ეს არის საშობაო, ახალწლო არა, საშობაო ის არის, რა ქვია. საშობაო კი ბატონო. ეს მათი
უკვე აქვე Trestel ანუ მოდელი slip joint-ი, რომელმაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ფართო მასების, იმიტომ რომ მართლა კარგი slip joint-ი არის, აი არ დამიკეტია არც ერთხელ და ახლა ველოდებოდი რომ კარგი არის. ის გამახსენა კიდე ახლა, აი ამ სასიამოვნო დიკეტება. Maxxis Harmony ძალიან მაგარიდან აიყო და რაღაცნაირად ის გამახსენა. კი ბატონო. Slip joint-ების მოყოლები ვიცხათ, ესეც კარგია და Maxxis Harmony ძალიან მაგარი არის. ჩვენ ახლა აღარ აქვს, რატო აღარ აქვს? ჩამოვიტან. რავი, Maxxis-ებს რაღაც აღარ ემეგობრებს. არა, Harmony მომწონდა. Harmony-ს ჩამოვიტან. ხო, რაც შეეხება აი ეს კონკრეტული რა, ანუ ეს არის იგივე Kaiser ორიგინალი, ორიგინალ 2. უბრალოდ Axis Locks-ი, ანუ Kaiser ორიგინალი ჩვენ ტიტანისაც ხო გქონდა, ხო გახსოვს? კი ბატონო, აი Axis-ზე გააკეთეს და ალუმინი არის, ძალიან საინტერესო, ძალიან კაი რაღაცაა რა. 209 ლარი ის. ამათ გადმოვალ. ეს არის 229 და ეს 309 ლარი, 80 ლარი გვაქვს ხოობა. ხო, კი ბატონო. ჩემი თეორია არის, რომ აქ ხის ჩანართი გვაქვს. და მილინგი გვაქვს მეტი, ანუ ეს ფრეზირება მეტი არის, აქ პირდაპირ ჩასმული. ჩემი თეორია. აი, მე ჩავუღრმოდით რატო არის ხო? თეორია არის რომ რა. ხო, არაფერი, მოკლედ. კაი. მეტი მასა ტიტანია სავარაუდოდ, რავი რა. არა, იგივე. მაგის გამო არ ნახოთ, ფოლადები არ აწერია. ფოლადები ერთი და იგივე არის ფოლადი, ნამდვილად. და მომოს, მინიმუმოს, აი ულამაზესი აი რავი რა ძალიან ლამაზია რა ეს პლანე მინიმუმ და ჩემი დამოკიდებულება თქვენ იცით რომ ძალიან მიყვარს ეს დანა მიუხედავად იმისა რომ თავი ბოლო მომოში ბევრ ნაკლს ხედავ მთლიანობაში უმაგრესი დანა არის რა აი ძალიან ეფექტური დანა არის რა მიხეილ ახლა პირველად მიჭირავს ეს მოდელის და მაგარი დანა არის ისეთ საშუალებას იმას იწვევს რა განწყობას იწვევს სახალხოს ეგრევე რაღაცნაირად გავხალისდი ძალიან მაგარია მაგრადასწორებს რა კაი იქით აწლისთვის გავითვალისწინებთ რომ წინასწარ თადარიგი დავიჭიროთ და საახალწლოდ მეტი ჰელოუინზეც საქართველოში ხა არის და ჰელოუინზე უკვე კულტურა რაღაცა და ჰელოუინზეც ჩამოიტანე რა ძალიან მაგარ ჰელოუინს აკეთებენ აი მაგას მკვლელი გოგრების ფორმებს და რაღაცებს სიგიჟეებს აკეთებენ რა ნელა მოკლედ ჩავდგებით ფორმაში მაინც ეგეც მანახება და გადავიდეთ კიდე სხვათა შორის ესეთ სიახლე ამბავი არის რომ Kaiser-ი თურმე აკეთებს რაღაცა ძალიან ლიმიტირებულ რაოდენობას მოდელების და დროპს აცხადებს. თავის ოღონდ მარტო დილერებს აქვს რა მაგის უფლება. ხო და ერთხელ ერთი ხوار შევყო მაგ დროპში. სხვებს რო დავასწროთ და ჩვენ ჩამოვიდანთ. არა. სხვებს დასწრებაზე არ არის, ვერავინ ვერ იყიდის დილერის გარდა რა მაგას. ხო. ანუ შესაბამისად თითო დილერს აქვს კვოტა. ანუ აი პირობითად რა რაღაც ეხა არის მოდელი, რომელიც ესე გამოუშვეს, რომ 15 წელზე მეც ვერც ერთ დილერი ვერ იყიდეს. სულ გამოუშვეს 1500 წელი. გავიკე. ხო და მე მაგის კონდეს მხედველობაში. გავითვალისწინებ. კაი მიხეილ, დავამთავროთ ნელა საშუალო განწყობა. საშუალო განწყობა გადავდეთ საქმეზე. მე მგონია რომ შობის იქითაც გაიყიდება ეს დანები. ისეთ სახალის რა თქმა უნდა. ისეთ ხალისია ფერებში და ლამაზ დიზაინში არის გაკეთებული. კი ბატონო. გადავდეთ, ეს არის მინიმუმო, ხო? კი ბატონო. გადავდეთ და ეხა მოდი ამ დანაზე ცოტა ბევრი ვილაპარაკოთ. იგი აბა. ასე იგი ერთი დანა ეს მაგონებს T1 მოდელს. მაგონებსა T1-ია და. რა გვაქვს ახლა. T1-ია და. უბრალოდ ანუ ამათი ბათანი, Axis-ი და კლასიკური ბათანი. ანუ დავიწყოთ ახლა. დავიწყოთ. მე ისიც არ ვიცოდი საერთოდ რომ ანუ აი მესერ უნიკუმ რო ყოფილა ვიღაცა ტიპი, ვინც T1 გააკეთა, და T1-ის დიზაინზე კი იცი რომ შენც რა, აი T1 კაკრას შენ გამაწანი. და რაღაცა აღიარა. ხო, რატო არა, ნუ საოცარიდან არის, ნამდვილად არ მემიქცევია, სანამ შენ არ მეტყოდი ყურადღებას და ნუ არის უნიკალური დანა არის T1 რა. გული მწყდება რომ ტიტანზე აღარ გამოდის. კარგი მოდელი არის მართლა. გამოვა სავარაუდოდ გამოვა. ესეთ როდესაც აკეთებენ, ესეთ სხვადასხვა იმაში იქ ტიტანსაც გააკეთებენ და კარბონსაც რა. მოკლედ, ეს ამათი compression button lock ქვია ამას რა. ესეც ეგეთია მაშა. ოღონდ სხვანაირ დიზაინთან ნახე შეგეთ compression. აბა მაგას რომ ეგრე აქვს ზუსტად. იგივე თემა არის. ზუსტად ეგრე აქვს, просто აქ უკვე ის არის. აბა კადრში თუ გამოჩნდება, აი მეგობრებო, მოკლედ არის ჩამკეტი მექანიზმები, რომელიც თქვა თვითონ ღილაკი კეტავს პირდაპირ დანის პირს.
არ ვიცი აქ გვაქვს თუ არა და ამ შემთხვევაში ამას აქვს შეგინთ კომპრესიონერი spider webs როგორც აქვთ ხოლმე კომპრესიონ ლოკები. უბრალოდ button lock-ით ესე აწვება. თითის მაგივრად, ანუ თვითონ ეს გადაწევს ლაინერს. ლაინერი კეტავს. ანუ ესეც არის ძალიან უტილიტარული, ძალიან მუშადანა. აი ძალიან საინტერესო რაღაცა არის მოკლედ. ნუ T1 სერიოზული მოდელია ახლა ეს ნიტროვიზია, ეგ რა არის? ნიტრო არის. ეს ნიტროა. ეს რა არის? ეს ნიტრო. ეგეც ნიტრო. ესე იგი. ხო, და ეს აქსისის კაიზერის ამათაც. მოკლედ ესეთ დანარი რომ ახლა ფიქრობდი კოლექციაში თქვა დავამატოთ ხო, მაგრამ მე ვიფიქრე რამდენი დანა უნდა მქონდეს მეთქი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან კაი დანა არის. კი ბატონო, ძალიან მაგარი დანა არის. ანუ ფასები ამისი 209 ლარი არის. ერთი აიგრეს შედარებით ნაკლები რა 119. ხო, მოკლედ ნამდვილად T1 არის დანა, რომელიც თუ ადამიანს კარგი დანა გინდა სახმარად, თამამად შეგიძლია შეიძინო. ტიტანის ვერსია გამახსენდა რა, ქვემოდანაც ძალიან მაგრად იხსნება. ხო, კი ბატონო, კი ბატონო. ძალიან მაგრად. ეგ მიყვარს მეც, რა ქვემოდან გახსნა მეც მაგრად მევასება. კაი, და ვიქტორინუსი გამახსენდა კიდე აქ სამსტადი აქ რო აქვს. ივუყურებდი კიდე. ხო, ნუ. კაი, კიდე ან ოპინიონზე არ თქვა არაფერიო და პირობას გაძლევთ შემდეგ გადაცემაში ოპინიონზეც ვიტყვი ერთ ორ სიტყვას. კაი. არა, იქ დაგვემუხსენ რა, რომ ოპინიონზე არ თქვა იცოდე არაფერიო. არა, ხუმრობით იქნება. ვიცი კაცო, ვიცი. ეს ხუმრობით ვიძახი, რა სისულელია, ჩემ გამომწერებს და ჩვენ მაყურებლებს განსაკუთრებით იმ ხალხს, ვინც კომენტარებს წერს, ავი ძალიან მადლიერი ვარ და პირიქით ვიხუმროთ კიდევაც. ყველაფერი უბრალოდ აი ხო გეუბნები, ცოტა გულდასაწყვეტია, რომ მე რო გულწრფელად ვიცი, რომ ძალიან თბილად ვარ თქვენს მიმართ. რავი, სუმცირე ალბათ იმას ვითხოვ, რომ რაღაცა ჩამოყალიბებული ხალხი ვართ, ეს არ არის საბავშვო კონტენტი და რაღაცა სიტყვა არ შეგშვენის, მე მგონი რა. როგორც თემა წინ მიდის, ინდუსტრია წინ მიდის, მე მგონია, რომ ეგ თემაც ნელა უფრო დაიხვეწება მაშა და პარტივის თემას მოიმატებს. ავაგზავნეთ. მეტეო რა, ეს არის დანა, რომელიც ძალიან მომეწონა და თავისი უბრალოებით მომეწონა, სიმართლე რომ გითხრა და დაანებე ცოტა ხანი თავი ეხლა მე ეს გაერთე და ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ საკმაოდ კარგი რეზაკი არის. ამის მიუხედავად აი რაღაცნაირი ესეთი კაიდანაა რა, მომწონს მოკლედ, მომწონს ლაინერის ჯიმპინგი, სამსტადი ბევრი რო აქვს უკვე კაიზერს და ნაკლები ფლიპერი, ეგეც მომწონს. რამდენად განებივრებულები ვართ მიშა მაგარი დანებით, რომ კი ბატონო. აი ყველა მაგარი დანა არის და ვიძახით რომ დავდებდი კოლექციაში არ დავდებდი. აი ესეც ჩვენიერი დანა არის. ფორმა ძალიან მაგარი აქვს, თუმცა წინიდანაც კი, წინიდანაც მიჭიდავს კარგად სულ გჭირდეს. კი ბატონო. კი ბატონო. რავი, ერთი მეორეზე უკეთესი დანა არის მიშა. ნამდვილად. და ბოლოში მოვიტოვე ჩემი ფავორიტები. ჩემი გახსნით თუ გაიხსნება? წავატკი ცოტა. არის. სუმეშინია მაგ გახსნის რა, რომ რაღაცა ხაი არ მოხდეს. მოკლედ თხელიდან არის, არ არის რაღაცა ესეთი ჯეჯგვი. და რა ვიცი. კარგად ჭირეს კიდე. კი, შვენიერიდან არის, მეტი შაიბები გჭირდება უბრალოდ. თუ შაიბები არ უყვარს ხალხს. ანუ აი, ბიჭო, ხალხს უყვარზე არა, ვერ მოყვები მთლად. მეც მიყვარს შაიბები, მაგრამ აი, რავი რა. რატო იდისში მაგ განწყობებზე ვიყავ, ეხლა ვიდეოს ვუწევდი, კრისროები მოვიტანე ბევრი და. ხო, არა, გასაგებია, კაკრას მაგით გონია, რომ ჩვენ არ შეიძლება, რომ ეგ აზრი არ უნდა ჩაუტო ადამიანს რა. ანუ შაიბიანსაც აფუჭებენ. ხო. არ უვლიან, ანუ არასტორია მე მგონი, როდესაც ჩვენ არ უნდა ვიძახდეთ მაგას რა, ესე რომ რაღაც შაიბა მაკლია. აი, არა, ესეთ დანაზე არც ივარგებს, ესეთ დანაზე არც უნდა იყოს, მაგრამ რაღაცა მოდელებს რო აკეთებდნენ სიმართლე გითხრა. გასაგებია, ანუ შაიბებს იმდენ ხო აკეთებს, ასე ბენჩმეიტი იყიდა ბენჩმეიტში რა. შაიბა, რა, განზოს აკეთებს შაიბას. შეიძლება განზოს, აი და. ო, განზოს კაი შაიბები აქვს. მოკლედ, გადავიდეთ ორი მოდელი, რომელიც ესე იგი, ფოკა. მოკლედ, რომელიც რაღაცნაირი ჩემთვის უცნაური დანა არის, მაგრამ აი აგრესიული წვეტი მომეწონა ამის. ხო ქონდა ფოკა. ფოკა ქონდა ბატონი. ბატონ ლოკი. კი ბატონო და ეხა არის აქსისტი რა და რამდენადაც ბატონი მომეწონა, და აქსისტზე მთლად ვერ ვიკაიფე რა. გავიგე. ასე და. მე მოწონს. სიმართლე გითხრა, იმას ეხლა ეს მერჩევნია მე. ხო, ნუ მაგითო გეკითხები რა. ეს მოდელი არ ქონათ, ხო, ახალი მოდელი არის. ახალი მოდელია აბსოლუტურად.
ახალი მოდელი აბსოლუტურად აებელია აქაც ფოლადი 199 ლარი. მოკლედ მაგარი დანების ჩვენა გვაქვს მედანეში. ძალიან მაგარის რა. და დასაკეთ დანებში ჩემი ყველაზე ფავორიტი და ყველაზე მაგარი დანა არის. ბოლოში მაგიტოდეს. კი, ბოლოში მაგიტოდებს მე ამ დანაზე ჭკუა ჩამეკეტა, რასაც ქვია რა. აბა აი არ ვიცი ეს, მაგრამ დროპბე არის. ანუ რა დაშვება, რა გორი თხელია, როგორი მსუბუქია 179 ლარიანი დანა ზმაო არის. აი სუპერ რეზაკი, ძალიან მომწონს ეს. ჩერეშურ მომწონს. ფიქსებზე ხوار გადავიდეთ, მე ამას ველოდებოდი, ეს ამაზე რომ მეთქო, რომ ჩემი ფავორიტი არის მეთქი და რა და ხო და ამას ასაკეთებში მაგითი დავიწყოთ მაშინ, რომ უმაგრესი მოდელი არის, დროპი არის, უამრავი ვერსია კეთდება, დროპი არის. რეზაკების დროპი არების იყო, ხო მე მგონი ერთ-ერთი ვერსია. კი, არა, დროპი არის. ევრია, კი. უმაგრესი მოდელი არის, ესეც ძალიან მაგარი არის და ფიქსი ესეთი გვაქვს, ნახე, სანამ მაგარი. ეგეთი ზუსტად არა გვაქვს. ესეთი ფიქსი გვაქვს. გვაქვს ეგეთი. ესეთი ფიქსი გვაქვს ზუსტად. უბრალოდ დასაკეცი ეგეთი არ იყო და აი რაღაცა დაშვება ეს რაღაცა ლინზა არა მაგარი მოდელი არის ზოგადად დროპი არის მაგარი მოდელი რა ეხლა გადავიდეთ ფიქსებზე მიშა გადავიდეთ ფიქსებს აი ესეც დროპი არის ნუ სხვა პირით არის მაგრამ აი არ ვიცი უმაგრესი ფიქსი არის ერთ-ერთი უმაგრესი ფიქსი არის ალბათ მსგავს ზომაში რაც მქონია შეხება ამაზე ერთი ნახოთ შეყვარება არის იმას მეგობრებო აქვს უმაგრესი კაიდექსის ჩასადები აქ ვერ დავყრიდით ყველა ჩასადებებს ანუ არ კითხვა რო არ დასვათ ყველას აქვს საოცარი კარკაში არ საოცარი დანა არის ამ ზომის დანებში ალბათ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ქაღალდის მიკარდა მეორე სახელს არ ვიტყვი მე რაღაცა მე პროფესორები რაღაცებს იძახიან ხო მოკლედ ქაღალდის მიკარდა რომელსაც კაიზერი იყენებს და ძალიან მაგარი მასალა აი რომელი მეორე სახელი ჯინსის მიკარდასა ჯინსი რა შეგვარი აბა ეს ქაღალდის მიკარდა ანუ ქაღალდი უმაღლე მიკარდა რიჩლაიტი კომპანია რიჩლაიტი რო უშვებს ამიტომ ეძახიან რიჩლაიტს ის არის ქაღალდის მიკარდა რა და ძალიან სიამოვნებს ეს ხელში ანუ თანხოვითო მცურავს მაგრამ მე არ მიცურავს და რაც შეეხება დროპი არის აი ეს მოდიფიკაციაც ძალიან მაგარი რა და ფასი ახლა აი ერთი ღირს 195 ლარი, მეორე ღირს 175 ლარი რა ხა ეს მიკარტის გამო უფრო ძვირფასი მიკარტაა და მაგიტობას ძალიან მაგარია. გავაგზავნეთ ესე იგი ნუ ჩემი ფავორიტები ჯერჯერობით ფიქსებში. კი ბატონო, მოდი გადმოდე ეგ პატარა ფიქსი აქეთკენ, ბატონო. ეს არის წლევანდელი უკვე მოდელი, ვისკი ჯეკი 2026-ის. 2026-ის, ეს იგივე დიზაინერი არის, ვისიც მილიტაუა გაკეთებული. შეიძლება დაარქვა რაღაც კუთხით კირიდაში სტილი. ანუ ცერაკოტი გვაქვს აქ. ამ საფასო კატეგორიაში 10-ვი ფოლადი და ცერაკოტი და ეს რაღაცა მიკარტა ორნაერი მიკარტით, არ ვიცი, ძმაო. მე მგონი სასწაულის ტოლფასი არის და ფასი რო არის 219 ლარი რა. მე გონებაში წავიღე სამხარაულში უკვე და მოვიტანე და ჯიბეზე გავიკეთე. შატა პატარა. ეს თუ გამოვიდა ძალიან მაგარი. რატომ არა პატარა არის? სათამაშო ფანქრის გასათლელი. ხო, ძალიან მაგარი და ძალიან მაგარი. მოკლედ დაგროვდა სამხარაულში დასაღები და 10-ვიც არის ძალიან ექსკლუზიური ფოლადი, რომელიც ვერ შეგხვდება ყველა ფეხის ნაბიჯზე და მაგისთვისაც ოჩახ კაიზერს რო ესე იციან ხოლმე ექსკლუზიური ფოლადების გამოგდება მისაღებ სეგმენტში რა. კაი, ნუ მოკლედ ჯანგვადია და მოკლედ მაგით ვაქცია იქნება, ესეც საგების აქცევი. ძალიან მაგარი. მოდი ახლა ეს მოდელი განვიხილოთ. აი და აჰა. შემოვაცურე სტუდიაში. იმიტომ რომ აი შენ რო წეგან ამოიღე შენი პირადი კოლექციიდან და მომწონს ის მოდელი. აი მაგ სტილში მომწონს ესეც ძალიან. იმიტომ რომ აი ეს არის აი ძალიან ჩემთან ახლოს მყოფი პირის ფორმა, რაღაცა წაუ ნესმუკ ჰარპუნებს რა, ანუ ნესმუკია ჰარპუნის სტილში რა. აქაც ჯიმპინგი გვაქვს სრულ გაყოლებაზე, გინდა ჩამოატყავე, გინდა დაჭერი, გინდა გადაჭერი, აებელი ფოლადი. ამოიღე? აკრას ამოიღე. ამოიღე კი ბატონო. ანუ ნუ გეტყვი მე ამაში რა მომწონს ეგ და იმაში რაც მაკლია ეს ზოგადად ისიც მაგარი დანა არის ახლა ხო აღარ ასეძახი ნუ მე
მე მიყვარს ხოლმე რაღაცაზე პროდუქტებზე და პირველი მაგ მივდივარ ხოლმე. აი ეს მაძლევს იმის საშუალებას, რომ აი სანტო კუსავით აი ესე მიჭირავს კარგად ფორმა ნახე როგორ მაძლევს საშუალებას, რომ მაგიდაზე რაღაცები დავჭრა ხოლმე. და ნუ ამის დანიშნულება ეგ არის და მაგაზე ვამუშავებ ხოლმე. კი ბატონო, არც ეს მე ძალიან მოწონს, იმიტომ რომ ჩამოსატყობებლადაც ძალიან კარგია. ხო, მაგას სხვა დანიშნულება აქვს. კი ბატონო. მაგას თვითონ აი წინიდან ჯიმფიგითაც მიშა აი ესე რომ დაიჭერა, აი ეგ არის რომ აი კარგად, აკურატულად, დელიკატურად აი ეს დაამუშავო და გამოიყონო ყველაფერი. შვენიერი დანა არის და ანუ აი მე სრულ რეკომენდაციას ვაძლევ იმ ხალხს, ვისაც ჭირდება რომ რაღაცა ცხოველთან კონდეს, ასე ვთქვათ, ურთიერთობა ხორცთან, ძალიან კაი დანა არის. კაი, უხეში მოხმარებასაც გაუძლებს, რომ ფრინველსაც მაგრად დაამუშავებს, პატარა ნეკნებსაც ეს დაყვანა ისეთი აქვს, რომ მოკლედ კარგად გამოიყო ყველაფერს. კაი, უტილიტარული დანა არის მე ხედავ. ნამდვილად. კაი, მე ამას ველოდები ეს ერთად მინდა რომ დუეტში ეს კი გადმოვდოთ, მაშინ ორივე თუ შეიძლება. არის. ეგეთი პატარაც გვაქვს, უბრალოდ პატარა ამ თუთას არ დავდე. ეს არ მქონა ნანახი, ეს მქონა ადრე, თუ პირველად გვაქვს, ეს მქონა. პატარა აგერ გვაქვს, კაცო. რომელია? აი, აგერ არის. შო. ანუ, მოკლედ, ეს ეხა ჩამოვიდა, აი ეს ეხა ჩამოვიდა. ესე იგი drop bear fix 3. ანუ 3 ქვია, იმიტომ რომ 3 ინჩია რა ეს რა ალბათ რა. კაი. სავარაუდოდ რა. აჰა, და ესეც 7. ესეც 7 რა. ანუ, ნუ აი რა ვიცი რა. აი ესეთი მართლა სალაშქროდანა არის. ნუ მაგარი ოჯახი დროპბეარების მიშა. ვისაც პატარა დანაჭირდება, ამაზე უკეთეს ამ ზომაში ახლა ვერავ ვფიქრობ, იქნება რა თქმა უნდა, მაგრამ უმაგრესი მოდელი ეს დროპბეარების. ესეც 209 არის. სამუშაო დანაჭირდება უკვე და ეს 253-ვე რო იყიდო, ანუ 3-ვე რო იყიდო, 700 ლარს არცდები ბიჭო, ის 3 დანიცი. აი ამით ახლა გატესტავდა კაცი ტყეში, აი ცოტათი რომ გამოზაფხულდება, რომ გამოთვება. აი მე შეიძლება აი ხო იცი ვიდეოები რო შეგვადრია ხოლმე ლურსნებს რო ჭრიან და რაღაც არმატურებს და რაღაცებს. აგისთვის სხვა არის. აი ეს ყველაფერს დაჭრის, არის კიდე ეგეთი. ლურსნებისთვის სხვა არის. ეს ტოტებისთვის. ეს ყველაფერს დაჭრის მიშა. ეს ყველაფერს დაანგრევს. კაი, მაგისი დროც მოვა. კი ბატონო, საოცარი ფასები აქვს მოვა რა, ამის კაი ინდექსი რო გავაკეთებინო, აქ მაგაში მეტყვია 150 ლარს მარტო. კაი. ოჩაღაზოს მოკლედ. მაგარი ფორმა გააკეთა, ესეთი რომ თქვა აი პატარაც მაგარი არის საშუალოს და დიდიც უმაგრესი და. ო რა, თითქოს არაფერი უცნაური არ არის, თითქოს ნაცნობი ფორმაა, მაგრამ ნუ ამან თავის იმაზე მოაჯინა საკაიფოდ რა. მაგარი და. კი ბატონო. ეს არა, ესეც ნეკნებზე. მოდი აი ლურსმნებზე გამახსენდა ბატონო გიორგი და აქეთ. კი ბატონო. ესეც მოკლედ ჩვენი შიბდოგი, ანუ სინოლერთისი, კრის კონოვეი, ანუ საიდან სადმე ის გააძრე რეზაკი. არის. ანუ ეგ არის რა. ანუ ეს ფორმამს განვითარება აი აქამდე ჰპოვა რა. დავიბოლო რა. ფიქსი ქონდა ვაფშე? არა, ფიქსი არ ქონდა. არა, პირველი არის 1095 სტანდარტული სალაშქრო ფოლადი. შენ იძახდი ხო ამებზე რომ ძალიან მიყვარსო და სტანდარტული. აბა დასამატებელი გაქვს მიშა კოლექციაში. კი ბატონო, აი ამას უიჭველი დავამატებ. და ლურსმნებსაც ჩავცხებ. და ცეცხლის ასანთებიც გვაქვს მეგობრებო დროპბეაზეც და ამ შემთხვევაშიც აი ეს ნასურეთი რომ მე აქ ჯოხი გავუკეთოთ და თოკით ცეცხლი რომ ამათოთ. კი ბატონო. აი ვირიდან არის შორიდან ეგეთი არ ჩანდა მიშა მე ამაზე მაგიტო ვიძახდი. ხო, ეს არის იმენა მაგისია რა. იმენა მაგისია. და 1095 ფოლადი მაგის. ამითიც გაჭირდა კაცი არმატურას. ხო რა გადავჭრათ ერთი არმატურა ეს რუსნების თემა და გადავჭრათ ერთი არმატურა. კი ბატონო, აებელია ესეც გადახსნეს ამას. პენგ-პენგით ვჭრიდი 12-იან არმატურას და აი ნახევრამდე ჩავიდა და ბოლოს ვეღარ გავუზდა და ესე ჩაიკეცა. ანუ პირი მოეღუნა, მაგრამ ეხლა ის ძალიან უბრალო ფოლადია. ესენი გაწყვეტავენ შუაზე და გავაკეთოთ ერთი მაგის. კაი, არმატურა გადავჭრა. და ბოლოდან რომელთაც კაიზერის თემას ასე ვთქვათ დავხურავთ. ეს არის დანა, რომელსაც კემპერ ქვია, ანუ მოლაშქრე, მაგრამ ძალიან საინტერესო ფორმაა რა. ამ ფორმამ ეს არის ფორმა, რომელსაც პატარა მოდიფიკაციით უსვათ სამხედრო დანა გახდება და
ანუ ეს ფორმა იტანს მოკლედ ბევრ მოდიფიკაციას და აი როდესაც ვისაუბრებთ ამერიკული მედანეობის განვითარებაზე, ზუსტად იქ ერთ-ერთი აი ამ სტილის დანას განვიხილავთ, რომელმაც იმხელა როლი ითამაშა, რომ მოკლედ საიდან სად დახტოდა რა, აი ზუსტად ეს სტილი არის ესეთი რა. ნუ ტაქტიკური არის, კემფერი ქვია ამ მოდელი ეგ არის. ნუ მე ტაქტიკურისკენ წავიდით, რომელიც მახსენებს ZS 006 მახსენებს რაღაცნაირად, რომ აი რაღაც მოტივებზე. აი იყოს, მაგრამ ნუ მოკლედ ZS 006 მახსენებს Mountaineers კრესრევის. აი, ეს ერთი ფულტანგი ჩამოსულია აქ. არა, ნახე უკანაც ჯიმპინგი გვაქვს, მიშა, უჭერისთვისაც, ნუ მოკლედ კემპერ კი არა, კაი ვორიორია რა. კი, კაი ვორიორი არის. ერთი ამას შევხედა მე კარგად აწყობილი როგორ არის. ჩაძირულია ჯიადში მეგონი. კაი, მოკლედ. აი ბელი მანდაც მოვიდა 225 ლარი. საოცარი ფიქსებია ძალიან მაგარ ფასებად რა. ნუ მოკლედ ტაქტიკურების ხრი უფრო ტაქტიკურისკენ წავიდოდი ამდანეთ მიშა. კი ბატონო, კი ბატონო. ვიდრე რაღაცა კემპინგისაკენ. კაი. ჯერ მხოლოდ წლის დასაწყისია. ხო, ეს არის მეგობრებო, სიახლეები, ამის გარდა ერთი ამდენი ძველი მოდელებია კაიზერების. ანუ კაიზერი არის ბრენდი, რომელსაც მეც და გიორგიც ძალიან დიდი სიმპათიით ვართ და მართლა გულწრფელად გირჩევთ, რომ მოდით, ხელში დაიჭირეთ, დაათვალიერეთ და არ არსებობს კაიზერში ვერ იპოვოთ თქვენთვის საჭირო დანა. თუ რა თქმა უნდა დანა გჭირდებათ. გეთანხმები მიხეილ და სიახლეებს რაც შეეხება, ჯერ მხოლოდ წლის დასაწყისი არის და კიდევ ბევრი სიახლე გვექნება. კი ბატონო, მადლობა ყურადღებისთვის მეგობრებო, როგორც ყოველთვის, ანუ იაქტიურეთ კომენტარებში. კიდევ ერთ კომენტარს გავცემ პასუხს, რომ დამეო გაათამაშეთო. როგორც ჩანს, დაავიწყდა ჩვენ გამომწერებს, რომ ჩვენ გათამაშება დაანონსებული გვაქვს პირველი ვიდეოდან. 5000 გამომწერზე გრანდიოზული გათამაშება, მაგრამ რაღაცა ტემპი შევანელეთ და მე ინიციატივით შემოვდივარ, რომ მოდი ცოტა დავწიოთ თუ გინდა ბარიერი და 3000 გამომწერზე დავაწესოთ იო გათამაშება. არა, ორს უახლოვდებით და მოდი მაშინ 2-ზე გავათამაშოთ და რახან შეთქვი 3-ზე გავათამაშოთ. კაი, მაგარია, всё, 2-ზე გავათამაშოთ. კი ბატონო, 2000 გამომწერზე იქნება გათამაშება, 2 დანა გათამაშდება. აი, კიდე ერთს ვიტყვი, რომ გამომწერების რაოდენობა, რა თქმა უნდა, გვიხარია, რომ კომუნიტი იზრდება, უბრალოდ გამომწერებისთვის არ გრო თქვა. ეს მოტივი არ არის რა, რომ გამომწერები მოვიმატოთ. არა, ნუ ეგრე მაშინ ავდგებოდი და სხვა რაღაცას ხო მოტივი რომ. კი ბატონო, ეგრე რომ მოსაკამდე და გავათამაშებდით, რომ მოგმატებოდა გამომწერები. კი ბატონო, ანუ მაგის გამო არ ვაკეთებთ რა. დათალისებისთვის და რაღაცა ჯინაურობისთვის. კი ბატონო, გეთახმები. კაი, მიხეილ. აბა დროებით და მომავალ ვიდეოებში. კარგად.